მოგესალმებით. Am გაკვეთილის თემა გახლავთ ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები. მოლეკულები იშლებიან შემადგენელ ატომებად და იგივე ატომებისაგან წარმოიქმნება ახალი მოლეკულები. ანუ ერთი ნივთიერება გარდაიქმნება სხვა ნივთიერებად. ნივთიერების გარდაქმნის პროცესს ქიმიური რეაქცია ეწოდება. რეაქციები ჩაიწერება რეაქციის ქიმიური განტოლებით, ანუ ქიმიური ტოლობით. რეაქციის ქიმიური ტოლობა ჩაიწერება ქიმიური ფორმულების, მათემატიკურ მოქმედებათა ნიშნებისა და კოეფიციენტების საშუალებით. მაგალითად, წყლის მოლეკულის წარმოქმნის რეაქცია ასე ჩაიწერება: 2H2 + O2 მიიღება 2H2O. რიცხვები წყალბადისა და წყლის მოლეკულების წინ ორიანი არის კოეფიციენტი. კოეფიციენტი გვიჩვენებს, რამდენი ცალკეული მოლეკულა მონაწილეობს რეაქციაში. რეაქციების მიმდინარეობისას ყოველთვის მოქმედებს მასის მუდმივობის კანონი, რომლის თანახმადაც აღებული ნივთიერებების მასა ყოველთვის ტოლია მიღებული ნივთიერებების მასისა. ამიტომ საჭიროა რეაქციის გათანაბრება, ანუ კოეფიციენტების შერჩევა, რომ საწყისი ატომების რაოდენობა ტოლი იყოს საბოლოო ნივთიერებებში ატომების რაოდენობისა. ტოლობაში ისრის მარცხენა მხარეს იწერება რეაქციაში შესული საწყისი ნივთიერებები, ანუ რეაგენტები, ხოლო ისრის მარჯვენა მხარეს რეაქციის შედეგად მიღებული ნივთიერებები, ანუ პროდუქტები. ეს ტოლობა გვიჩვენებს, რომ რეაქციის საწყისი ნივთიერებები, ანუ რეაგენტებია წყალბადის 2 მოლეკულა და ჟანგბადის 1 მოლეკულა, ხოლო რეაქციის პროდუქტია წყლის 2 მოლეკულა. არსებობს ქიმიური რეაქციების 4 ძირითადი ტიპი: შეერთების, დაშლის, ჩანაცვლების და მიმოცვლის. შეერთების რეაქციის დროს 2 ან მეტი მარტივი ან რთული ნივთიერებისაგან მიიღება 1 ახალი ნივთიერება. დაშლის რეაქციის დროს 1 რთული ნივთიერებისაგან მიიღება რამდენიმე მარტივი ან რთული ნივთიერება. ჩანაცვლების რეაქციის დროს მარტივი ნივთიერების ატომები ჩაენაცვლება რთულის შემადგენელ ატომებს. მიმოცვლის რეაქციის დროს კი რთული ნივთიერებების შემადგენელი ატომები მიმოიცვლებიან. არსებობენ რეაქციები, რომელთა მიმდინარეობის დროსაც ელემენტთა ჟანგვის ხარისხები იცვლება. ასეთ რეაქციებს ჟანგვა-აღდგენის რეაქციები ქვიათ. მაგალითად, რკინის შეერთება გოგირდთან. ეს არის შეერთების რეაქცია, სადაც 2 მარტივი ნივთიერებიდან მიიღება 1 რთული ნივთიერება. რეაგენტების მარტივი ნივთიერებების ჟანგვის ხარისხები ნულის ტოლია, ხოლო მიღებულ პროდუქტში რთულ ნივთიერებაში გოგირდის დაჟანგვის ხარისხი უარყოფითია და უდრის -2-ს, რადგან მას გარეშე დასრულებამდე 2 ელექტრონი აკლია, ხოლო რკინის ატომი გასცემს 2 ელექტრონს, ამიტომ მისი ჟანგვის ხარისხია +2. როგორც ვხედავთ, რეაგენტებმა შეიცვალეს ჟანგვის ხარისხი, ესე იგი ეს რეაქცია ჟანგვა-აღდგენის რეაქციაა. ატომის მიერ ელექტრონის გაცემის პროცესს ეწოდება ჟანგვა, ხოლო ელექტრონის მიღების პროცესს აღდგენა. ელექტრონების გაცემას, ანუ ჟანგვას, ყოველთვის ახლავს ელექტრონების მიღების, ანუ აღდგენის პროცესი. რკინის ატომმა გასცა 2 ელექტრონი და გადაიქცა რკინის დადებითი იონად, რომლის ჟანგვის ხარისხია +2, ანუ ის დაიჟანგა. ხოლო გოგირდის ატომმა მიიღო 2 ელექტრონი, გადაიქცა გოგირდის უარყოფით იონად, რომლის ჟანგვის ხარისხია -2, ანუ ის აღდგა. იმისათვის, რომ დავადგინოთ ჟანგვა-აღდგენისაა თუ არა მოცემული რეაქცია, უნდა გამოვთვალოთ ელემენტთა ჟანგვის ხარისხები აღებულ და მიღებულ ნაერთებში და თუ ხარისხი ერთ ელემენტს მაინც ეცვლება, მაშინ რეაქცია ჟანგვა-აღდგენისაა. ხოლო თუ არც ერთს არ ეცვლება, მაშინ არა. ნატრიუმსა და ქლორს შორის რეაქციის დროს ნატრიუმი გაასცემს ელექტრონს, ესე იგი იჟანგება, ხოლო ქლორი იერთებს ელექტრონს, ესე იგი აღდგება. ელემენტი, რომელიც გაასცემს ელექტრონს, იჟანგება და აღმდგენია, ხოლო რომელიც იღებს ელექტრონს, ჟანგავია და აღდგება. რამდენ ელექტრონსაც გაასცემს აღმდგენი, იმდენ ელექტრონს იერთებს მჟანგავი, ანუ ჟანგვა-აღდგენის რეაქციის დროს გაცემული და მიღებული ელექტრონების რაოდენობა თანაბარია და მყარდება ელექტრონული ბალანსი. ამ რეაქციაში ნატრიუმმა ქლორი აღადგინა, ანუ აღმდგენია, ხოლო ქლორმა ნატრიუმი დაჟანგა, ანუ მჟანგავია. განვიხილოთ თუთიის ჟანგბადთან შეერთების რეაქცია.
ეს რეაქცია ჰაერზე მიმდინარეობს ჩვეულებრივ პირობებში. ჟანგბადის ატომი თუთიის ატომს ართმევს 2 ელექტრონს და აღდგება ჟანგბადის იონამდე. მისი დაჟანგვის ხარისხი ხდება -2. ხოლო თუთიის ატომი იჟანგება თუთიის დადებით იონამდე ჟანგვის ხარისხით +2. რეაქცია ჩაიწერება ასე. აღმდგენის მიერ გაცემული ელექტრონების რიცხვია 2, ხოლო ჟანგავის მიერ მიღებული ელექტრონების რიცხვია 4. ელექტრონული ბალანსისთვის გვჭირდება კოეფიციენტები 2 და 1. ჟანგბადის ერთი მოლეკულა ჟანგავს თუთიის 2 ატომს. ამ კოეფიციენტებით ვადგენთ რეაქციის პროდუქტის კოეფიციენტსაც. რეაქციის სრული ჩანაწერი იქნება ასეთი: 2 ცინკუმ + O2 მიიღება 2 ცინკუმ O. რეაქციის ტოლობაში კოეფიციენტების პოვნის ამ მეთოდს ელექტრონული ბალანსის მეთოდი ეწოდება. ვერცხლი ჰაერზე უერთდება გოგირდს. ამ რეაქციის დროსაც გოგირდის ერთი ატომი ართმევს ელექტრონებს ვერცხლის ჯერ ერთ, შემდეგ მეორე ატომს და გარდაიქმნება უარყოფით იონად, ანუ აღდგება. ხოლო ვერცხლის ატომები აძლევენ გოგირდის ატომს თითო ელექტრონს და გარდაიქმნებიან ვერცხლის დადებით იონებად, ანუ იჟანგებიან. ჟანგვა-აღდგენის რეაქციის შედგენისას მოქმედებთ შემდეგნაირად. პირველი, წერთ მორიაგირე ნივთიერებების და პროდუქტების ფორმულებს და ისრით ვაჩვენებთ რეაქციის მიმართულებას. საზღვროთ თითოეული ელემენტის ჟანგვის ხარისხს. ამოვწერთ იმ ელემენტებს, რომლებმაც შეიცვალეს ხარისხები. განვსაზღვროთ თითოეული ელემენტის მიერ გაცემული და მიღებული ელექტრონების რიცხვს. ვადგენთ ელექტრონულ ბალანსს, პოულობთ გაცემული და მიღებული ელექტრონების უმცირეს საერთო ჯერაც და ვათანაბრებთ მათ. მიღებულ კოეფიციენტებს ვურწევთ რეაქციის მარცხენა ნაწილში შესაბამის ფორმულების წინ. აღნიშნული კოეფიციენტების მიხედვით ვათანაბრებთ რეაქციის მარჯვენა მხარეს და ბოლოს ვამოწმებთ თანაბარია თუ არა ატომთა რიცხვი ტოლობის ორივე მხარეს. მარცხენა მხარეს ფოსფორის 4 ატომი და ჟანგბადის 10 ატომი, მარჯვენა მხარესაც იგივე. ჟანგვა-აღდგენის რეაქციებში ჟანგავის და აღმდგენის პოვნა გაგვიადვილდება თუ გავითვალისწინებთ, რომ ჟანგავია ელემენტი, რომლის ჟანგვის ხარისხი ცირდება, ხოლო აღმდგენია ელემენტი, რომლის ჟანგვის ხარისხი იზრდება. ამრიგად, გავეცანით ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მათი შედგენის წესებს, ელექტრონული ბალანსის მეთოდს. შემდეგი გაკვეთილი დაეთმობა განვლილი მასალის შეჯამებას. გმადლობთ ყურადღებისთვის.